აჭარა თაიმსის ინფორმაციით ბათუმში ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, თვითმხილველების თქმით ადგილზე რამდენიმე გასტროლის ხმა გაისმა, რის შემდეგაც ქუჩაში სისხლის გუბეში მყოფი კაცი შველას ითხოვდა. მათი თქმით გასტროლას წინ სიტყვიერი ან ფიზიკური დაპირისპირება არ უძღოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცი ტროტუარზე იმყოფებოდა და სილამაზის სალონში შესულ მეუღლეს ელოდებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო მკვლელობის მოხრედ, თუმცა უფრო მეც მომხდარის შესახებ გვეტყვის თავად აჭარა თაიმსის დამფუძნებელი სულხან მესხიძე. სულხანი ადგილზეც იმყოფებოდა, იქ ჩაწერა ინტერვიუები და მან შეიძლება უფრო მეტი იცოდეს თავად მოკლულის ვინაობასთან დაკავშირებით. სულხან, მადლობა რომ გვერდთვები და გითხარი უფრო მეტი ამ მკვლელობის შესახებ. მოგესალმები გიორგი, მივესალმები ფორმულას მაყურებელს. თავდაპირველად გეტყვით ბოლო ინფორმაციას, რაც ამ წუთებში გახდა ჩემთვის ცნობილი. მოკლული არის 45 წლის და ეს არის როლანდ დავითაძე, რომელიც ცხოვრობს ბათუმში. იმ ადგილიდან, სადაც ის მოკლეს, რამდენიმე მეტრში ცხოვრობს დასახლებაში. გეტყვით იმას, რომ შემთხვევა მოხდა დაახლოებით დღის პირველ ნახევარში, იმ დროს, როდესაც როლანდ დავითაძე მეუღლესა და შვილთან ერთად იმყოფებოდა ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიცით ის, რომ მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ სილამაზის სალონში, რა დროსაც როლანდ დავითაძე ცოლ-შვილს ელოდებოდა ტროტუარზე სილამაზის სალონიდან რამდენიმე მეტრში, როდესაც მას რამდენიმე ტყვია ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით დაახლოებით 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს, რომლის შემდგომაც დაინახეს ფაქტი, რომ სისხლის გუბეში იწვა ადამიანი, რომელიც ითხოვდა შველას. სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არის ჩვენთვის უცნობი. უცნობია ასევე მომხდარის მოტივი. ჩვენ ვესაუბრეთ გარდაცვლილის ახლობელს ცოტა ხნის წინ. მიმოწერა ჰქონდა სოციალური ქსელის მეშვეობით, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარის მოტივი მათთვის ამ ეტაპზე არის უცნობი. უფრო მეც მოვისმენთ თვითმხილველებისგან, რომლებიც ადგილზე ჩავწერეთ და ახლა შეგვიძლია ფორმულას მაყურებელს შეუძლია პირდაპირ ეთერში მოისმინოს ამ ადამიანების კომენტარები. იგი სალონში ყოლია, ცოლ-შვილი მოყვანილი, მაგ იდგა ეტყობა, ასე თქვეს. მაგიცა დამინახია მე. შოქში ჩავარდი, ამივარდა ტირილი შიშისგან იქეთ და არ ვიცი არაფერი. რას ნიშნავს, როცა ასე დღის წით ასეთი ფაქტები ხდება ქალაქის შუაგულში? რა ვთქვა, რა ვიცი, მე შეშინებული ვარ ძალიან. და გებიგონა ტყუის ხმა 5-7-8 თვია რომ გავარდა და მოვწმინდი და დავხვდა ამფერი ამბავი. ეგ ჯუჯანთან მოცეკვები არა, შიშიდან ბაღლემა წერილი დაიწყენ. კაი და ბავშვი ვიღაცა ვინ იყო რა იყო ესროლა, ყველა იძახენ არ ვიცი და გეიქცა და მსხიო ამფერი ამბავი ნახევარი საათის ამბავია ეს. აგერ ცოლი და ბავშვი აგერ სალონი ხომა აგერ. ახლა რომელიც იკელდება ახლა. და კაცი ეგერ გვერდით უსტირა და მოხდა ამფერი ამბავია. კაცი დაშიგნენ, 8 ჭრილობა მიაყნენ ფეხებში, მუცაში, კისერში და რა ვიცი, აგერ წეიყვანენ ახლა ბონის სამწყობაში. როგორაა და ვინა რაიზა ესროლა მიზეზი კაცმა არიციან. ის ვინც დაჭრა, აქვე იმყოფებოდა, სალონში ელოდებოდა. მე მეტი ასე დავხვდა ამბავი და მეტი არაფერი. მოხდა ძალიან სამწუხარო რაღაცა 1000 ბავშვი მიდის, მაგრამ ვინც ბავშვი მოხდენო და ამფერები არიან თავისუფლებაზე. ეს ამფერებს უნდა მიაქციონ ხურაბება. დიახ, მე მაყურებლისთვის ბოლოს კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ ეს საზარელი შემთხვევა მოხდა იმ დროს, როდესაც კაცი მეუღლესა და შვილს ელოდებოდა სილამაზის სალონის წინ და ეს საზარელი შემთხვევა მოხდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია მომხდარის. სულხან, რამდენიმე შეკითხვას მაინც დაგისვა, ვიცი რომ ბევრიჯერ არ ვიცით, მაგრამ როლანდ დავითაძე, ჩვენ არ ვიცით ამ ადამიანის საქმიანობის სფეროს შესახებ. ბიზნესმენია თუ რაიმე რა საქმეებში იყო, ასე ვთქვათ, რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემა დაუშვათ, საიდან შეიძლებოდა გაჩენილიყო мотивация და უშუალოდ აი ამ მკვლელობის. არაფერი არ ვიცით, ანუ მისი პროფესიის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით.
მე ახლა ამ წუთებში ვარ კონტაქტზე მის ნათესავთან, ერთ-ერთ ნათესავთან მიმოწერა მაქვს, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად ბიძაშვილთან მაქვს კომუნიკაცია, რომელიცთვისაც უცნობი არის მომხდარის მოტივი. ეს არის რიგითი მოქალაქე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი და მათ უკვირთ რატომ მოხდა ეს შემთხვევა. ტექნიკური პრობლემაა, სულხანი დაგვიბრუნდება, როგორც კი აღდგება ხაზი აუცილებლად დამატებით შეკითხვასაც დაუსვამ. გვექნება ალბათ შესაძლებლობა ჩვენ ვესაუბრებით სულხან მესხიძეს, აჭარა თაიმსის დამფუძნებელს, რომელიც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. ვიცით, რომ იმ მომენტისთვის, როცა ის გადაიყვანეს საავადმყოფოში, ჯერ კიდევ როგორც ჩანს ცოცხალი იყო, მაგრამ სამწუხაროდ გარდაიცვალა როლანდ დავითაძე. ეს შემთხვევა ბათუმის ცენტრში მოხდა. სულხანი დაგვიბრუნდა და სულხან სიტუაციის აღწერის მიხედვით სრულიად ცხადია, რომ შემთხვევითობასთან საქმე არ გვაქვს. როგორც მინიმუმ 5 და თვითმხილველები ამბობდნენ, რომ 7-8 გასროლა იყო დაახლოებით, თუმცა შენ 10 გასროლაც ახსენე. ეს ნიშნავს, რომ ეს არის ორგანიზებული მკვლელობა, ასე ვთქვათ, და სრულიად განზრახვას ადგილი ჰქონდა. გარემოებები ამის თქმის საფუძველს იძლევა, ვინაიდან მან ზუსტად იცოდა სავარაუდო მკვლელმა სად იმყოფებოდა ეს ადამიანი. ამ დროს სილამაზის სალონში იყო, მივიდა და როგორც თვითმხილველები პირად საუბრებში ამბობენ, ამაზე კამერის წინ უჭირთ საუბარი, ჩასაფრებით ესროლეს მას და ასე საზარელი მეთოდებით მოკლეს ის. ცოტა რთული არის ამ ეტაპზე ვთქვათ, რადგან ნათესავებისაც უჭირთ კი ამის ახსნა მოტივების შესახებ, თუ რაიმე გახდება ცნობილი, ცხადია აუდიტორიას ამის შესახებ ეცოდინება ცოტა მოგვიანებით. აჭარა თაიმსის მეშვეობითაც გაიგებს და იმედი გვაქვს, რომ გადაცემის მცვლელობის დროს ჩვენც განვაახლებთ ინფორმაციას ამ მკვლელობის გახმაურებულ დეტალებთან დაკავშირებით. დამშვიდობოთ სულხან მესხიძეს, მადლობა უთხრათ მას. ვიმეორებ, რომ ბათუმის ცენტრში სულ ცოტა ხნის წინ მინიმუმ 5 და საუბრობენ 7-8 გასროლაზე მოკლეს კაცი როლანდ დავითაძე და ძალიან ცუდი ფაქტი არის დავიშთავოთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ამ გარემოებას ის, რომ ის ფაქტობრივად საკუთარი მეუღლისა და შვილის თვალწინ ესროლეს, მე ასე ვთქვათ, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მომენტისთვის ჯერჯერობით არანაირი განცხადება მომხდართან დაკავშირებით არ გავრცელებია. ჩვენ ცხადია მივადევნებთ თვალს და თუ კი რაიმე იტყვის პოლიცია, რომელსაც დღეს ასე ვთქვათ აღნიშნავენ პოლიციის დღეს ამ ინფორმაციას აუცილებლად განვაახლებთ და მოგა